სახიფათო მომენტი უკმნებოდა პორტუგალიის ნაკრების კართან შეცდომის შემდეგ, რომელიც დაუშვეს პორტუგალიელებმა და 11 მეტრიანი ჟოაო ლიმამ ითამაშა უხეიროდ. რა თქმა უნდა, საჭირო არის ამ პენალტის გამოყენება. კიტაიშვილი არის ბურთთან. 1-0. ძალიან ზუსტად, ძალიან კარგად შეასრულა კიტაიშვილმა ეს პენალტი და უკვე თამაშის მეოთხე წუთზე საქართველოს ნაკრები დაწინაურდა კიტაიშვილის მიერ გატანილი გოლის წყალობით. როგორც ხედავთ, კომენტატორს გუნდები აერია, სინამდვილეში გოლი პორტუგალიამ გაგვიტანა და კომენტატორის შეცდომა ეძახეს შენ და რამდენიმე წამი სიხარულის ცრემლები კი მომგვარა და მე თუ მკითხავ ამ კაცს მარტო 19 წლამდელთა კი არა, ზოგადად მთელი ჩვენ დიდი ნაკრები მატჩები უნდა წავაყვანოთ აუცილებლად, იმიტომ რომ შეიძლება ფინალამდეც კი გავიდეთ ესე ესეთი პრინციპით. ტელეკომპანია კავკასიის ეთერში სადაც მიწვეულები იყვნენ დაზარალებული ბიზნესმენი ერთ-ერთი და სააკაშვილის ადვოკატი, მათ შორის მოხდა რაღაცა მცირე ინციდენტი, თუ შეიძლება ვნახოთ ვიდეო. შენ უნდა მოკვდე ისე რომ უძრავი ქონება არ გეღისდება და რაც აგავიძი არ გვინდა წელა. ეხლა ნახეთ რა არის. წელა ქალუსია. ქალუსიები და პიდარასტები მოიკითხე შენ. ძალიან მართლა ძალიან საინტერესო. უნამუსო. უკაცრავად ხო გავიდეთ ეთერიდან აზრი არა. ესე იგი, კავკასიას მინდა მივმართო. ყოფილა საჭირო რეკლამა? ხო გაუშვებდით ეხლა უცებ რეკლამაზე გახვიდოდით და არაფერიც არ გამოჩნდებოდა. ქართული ოცნების დეპუტატი, პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე, არსებობს ესეთი დეპუტატი, ინტერვიუს დროს ამბობს ძალიან საინტერესო ლექსს ძვირფასო მეგობრებო, ვნახოთ ყველამ ერთად. მსოფლიო ისტორია, რა არის ჩვენი ისტორია, ჩვენი თავგადასავალი კაცობრიობის. მეფეს დიდება, ღმერთს სანთელი, ტერს კიდევ ხიშტი, ხალხს რაღა, რა და ფოკუსები ასულად ხვიშტი. ამას ახლა ბიზინა უეჭველი საყვედურს ეტყვის, იმიტომ რომ 2016 წლის წინა საარჩევნო პროგრამა დაფქვა 2 წუთში აპარატი.